გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და დღეს კიდევ ერთხელ მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც 4 ოქტომბრის აქციისთვის ემზადებიან და განსაკუთრებით მინდა მივმართო დედებს და მამებს, ნუ გაუშვებთ თქვენ შვილებს 4 ოქტომბრის აქციაზე და ნუ გაუშვებთ თქვენ შვილებს ამ რაღაცა 13 სექტემბრის დაგეგმილ აქციაზე. გაუფრთხილდით თქვენ თავებს, თქვენ შვილებს და თქვენს ოჯახებს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ თქვენი შვილები აღმოჩნდნენ საპატიმროებში, აღმოჩნდნენ გალახულები და დამტვრეულები. პირდაპირ იძახის ხაბეიშვილი და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები პირდაპირ იძახიან, რომ უნდა დაამხონ ქართული ოცნების ხელისუფლება. მართალია აქ სიტყვას მშვიდობიანს ურთავენ და იძახიან, რომ მშვიდობიანად უნდა დაამხონ ხელისუფლება, მაგრამ ეს მშვიდობიანი დამხობა იგივეა, რაც მაგალითად მშვიდობიანი ძალადობა, მშვიდობიანი დაყაჩაღება, მშვიდობიანი მკვლელობა, ასე რომ არანაირი მშვიდობიანი დამხობისთვის არ ემზადებიან ნაცები და პირიქით ნაცებმა იციან და ნაცების პატრონებმაც კარგად იციან, რომ ეს არის მათი ბოლო შანსი და ყველაფერზე წამსვლელები არიან და ყველაფერს ხელს მოაწერენ და ყველაფერს იკადრებენ. ნით უმეტეს ვნახეთ ხომ აგერ 2 დღის წინ რუსთაველზე აქციაზე დააკავეს ადამიანი, რომელიც ავტომატით იყო იქ მისული და სულ ვიძახდი, რომ ნაციონალური მოძრაობის მთავარი მიზანი და ნაციონალური მოძრაობა რაზეც ოცნებობს, ეს არის ის, რომ ამ აქციებზე გაჩნდეს საკრალური მსხვერპლი და ეს თუ განსაკუთრებით თუ კი ეს მსხვერპლი იქნება ახალგაზრდა, ეს იქნება ნაციონალური მოძრაობისთვის, არ ვიცი, როგორ ვთქვა, ბინგო, ასე რომ ვთქვათ რა. ჯერ 20 მოხსნიან იმ შემთხვევაში თუ კი ვინმე ახალგაზრდა ადამიანი შეეწირება აი ამ ძალადობრივ აქციებს. აქედან გამომდინარე გთხოვთ ყველას და მოგიწოდებთ, რომ კარგად გაიაზრეთ და თქვენი ოჯახის წევრებსაც კარგად გააზრებინეთ ის თუ ვის გვერდით დგანან და ის თუ რა პროცესებში იღებენ მონაწილეობას ეს ახალგაზრდებიც და ძველგაზრდებიც, რომლებიც აპირებენ, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად დაამხონ. არასწორი ხალხის გვერდით დგანან და შესაბამისად არასწორი ადამიანების მეთაურობით წამოწყებული პროცესები რამე სწორ ნაყოფს ვერ გამოიღებს და არ ვიცი ბოროტი ტიპებისგან მართული პროცესი კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს, ამისი შანსი არ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ დაახლოებით 20-მდე ახალგაზრდა, თუ შეიძლება უფრო მეტიც, დღეს საპატიმროებში რჩებიან და კიდევ ჰუმანურობა გამოიჩინა სასამართლომ და ნახეთ, რომ რაღაცა მსუბუქი სასჯელები მიუსაჯა ამ ადამიანებს. ეს ადამიანები, ვინც დღეს არიან საპატიმროებში, დიახ, ოპოზიციამ გაწირა პატიმრობისთვის და ოპოზიციის და პირადად ნაციონალური მოძრაობის მიზანი იყო ის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა აღმოჩენილიყო საპატიმროში, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გალახულიყო, რომ მერე ამაზე ეყვირათ და ამას გამოეწვია საზოგადოებაში გაღიზიანება, რომ სრულიად საზოგადოება დამდგარიყო ფეხზე და გამოსულიყო გარეთ. მაგრამ ნახეთ, რომ ჩვენმა საზოგადოება და უმრავლესობა ჩვენი საზოგადოების სწორად შეაფასა ეს პროცესები და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი თვალით უყურებით, რაც ხდებოდა რუსთაველზე და როგორც ვითარდებოდა პროცესები, ამ ახალგაზრდა ადამიანების დაპატიმრება და მათი გალახვაც იმ აქციებზე ნორმად ჩავთვალეთ და სწორად მივიჩნიეთ და არ გავღიზიანდით ამაზე და არ გამოვედით ქუჩაში და არ აუტეხეთ ერთი ამბავი ქართული ოცნების ხელისუფლებას. პირიქით
ჩვენ უმრავლესობა ჩვენი საზოგადოების მოუწოდებთ ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომ არც 4 ოქტომბერს და არც 13 სექტემბერს და არც 24 ოქტომბერს არ დაუშვას ის, რომ რუსთაველზე განვითარდეს რაღაცა უმართავი პროცესები და სათანადო პასუხი გასცენ ნაციონალური მოძრაობის აი ამ ბოროტ ჯალათებს, რომლებმაც დღეს გაბედეს და ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა 20-25 წლის ბავშვები გამოაშტერეს, გააგიჟეს და გამოყარეს ქუჩებში და ამ ბავშვებს იყენებენ ფარად და ამ ბავშვების სისხლის, ამ ბავშვების ჯანმრთელობის და ამ ბავშვების თავისუფლების ხარჯზე ცდილობენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომ რაღაცა სათავისოდ ქულები დაიწერონ და რაღაცა პროცესები სათავისოდ მართონ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, არც თქვენ შვილებს არ გაუფრთხილდებიან და არც თქვენ არ გაგიფრთხილდებიან, თქვენ დაგიყენებენ ფარად და როგორც უკვე აღნიშნე, ნაციონალური მოძრაობა თავის ბოლო შანსს ბოლომდე ჩაებღაუჭება და არაფერზე უკან აღარ დაიხევს, იმიტომ რომ კარგად იციან ნაცებმა, რომ ეს არის მათთვის ბოლო შანსი. შესაბამისად, არც მალავენ და იმასაც იძახიან, რომ 4 ოქტომბერსო ჩვენ დამხობა თუ გვინდაო, იქო პეპლებიო და ვარდები და ყვავილები არ იქნებაო, ხაბეიშვილი იძახის ამას ღიად. ასე რომ კარგად დაფიქრდით, კარგად დაიაზრეთ, ვის გვერდით გახართ, ვის მიყვებით და რა პროცესებში იღებთ მონაწილეობას. ასევე თქვენ მეგობრებს, თქვენ შვილებს, თქვენს ოჯახის წევრებს შეეცადეთ, რომ თუ კი შეცდომაში არიან შესული ეს ადამიანები, აუხსნათ და დაელაპარაკოთ და გააგებინოთ ის, რომ ყველაზე მთავარი რაც არის, რომ არასწორი ადამიანების გვერდით დგანან ამ პროცესებში და არასწორ ადამიანებს მიყვებიან. შესაბამისად, როგორც უკვე აღნიშნე, არასწორი ადამიანების გვერდით დგომით წარმოუდგენელია, რომ რამე სწორი პროცესები განვითარდეს. ასე რომ გაუფრთხილდით თქვენ შვილებს, გაუფრთხილდით თქვენს ოჯახის წევრებს, თქვენს მეგობრებს, ნათესავებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული ოცნების ხელისუფლება მე დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ხო იძახის ქართული ოცნება, რომ პირდაპირ როგორც ევროპული სტანდარტებით გავცემთ პასუხსო, ხო, ამ მომიტინგებს თუ კი იძალადებენ და თუ კი ძალადობრივ ხასიათს მიიღებს ეს შეკრებებიო, ჩვენო ევროპული სტანდარტებით უპასუხებთო და ევროპული სტანდარტებით დავარბევთო და ვინც არ იცით რას ნიშნავს ევროპული სტანდარტებით დარბევა და პასუხისგაცემა, დღევანდელ დღესდღეობით ძალიან მარტივია ამის მოძებნა და ნახეთ და ევროპული სტანდარტები არის ის, რომ ადამიანებს ასახიჩრებენ, ძაღლებს უხსევენ პირდაპირ და აგლეჯინებენ და აჭმევენ ადამიანებს და არ ზოგავენ. ასე რომ კარგად დაფიქრდით, კარგად აწონ-დაწონეთ და გაიაზრეთ, ვის გვერდით გახართ და რა პროცესებში იღებთ მონაწილეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ გაილახებით თუ ციხეებში აღმოჩნდებით თუ არ ვიცი, ამ ქვეყნიდან გასაქცევები გახდებით, თქვენ საზოგადოების მხარდაჭერა არ გექნებათ. ეს იცოდეთ და დარჩებით დაჩაგრულები, ნაცემები და რა ვიცი, დაპატიმრებულები და გაქცეულები. ასე რომ ეს არის ვისი თქმაც მინდოდა და განსაკუთრებით ამ მიმართვით მივმართავდი დედებს და მამებს და ზოგადად მშობლებს. არ გაუშვათ თქვენი შვილები ამ არასწორი ადამიანების აქციებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შვილებს დაიყენებენ ფარად ეს ნაბოზრები და ერთი სული აქვთ, რომ რომელიმე ახალგაზრდა შეეწიროს ამ პროცესებს, რომ საკრალური მსხვერპლი გაჩნდეს. ამაზე ოცნებობს ნაციონალური მოძრაობა და ნაცების პატრონებიც და არ არის გამორიცხული, რომ იქ თვითონვე რაღაცა საშინელება ჩაიდინო. როგორც ეს ხდებოდა უკრაინაში მაედნის პროცესების დროს. ასე რომ ეს არის ამის თქმა მინდოდა და ასევე ძალიან მინდა რომ ეს მიმართვა სწორად გაიგოს ყველა და დანარჩენი არ ვიცი
მშვიდობას უსურვებთ ჩვენ ქვეყანას და მშვიდობას გისურვებთ თქვენ ყველას ჭეშმარიტ პატრიოტს და იმ ადამიანებს, ვისაც ჭეშმარიტად გიყვართ ეს ქვეყანა და ვისთვისაც საქართველოს დედა სამშობლოა და არა ვიღაცა პრასტიტუტკა.